აჰა, და თქვენ ვერ შეგეკითხებით? მაგალითად კითხე საქმე გულისა, რა გინდა გივაზიროს? წასვიხარ თუ არა პაემაზე, მარტო იმიტომ რომ გეჭამა. პედაგოგს ვერც ვაკეთებინებ. ვრიგლისკევზე დამიწერია. რაზე? ვრიგლისკევ. ბრავო. დამპლური პოდკასტის მეორე ეპიზოდის ჩაწერა მიმდინარეობს ბარ მაკულატურაში. მაკულატურა არის საქართველოს underground კულტურის ერთ-ერთი მექა, რომელიც უკვე ძალიან ბევრი წელია არსებობს და ის არა მარტო ახალ ადამიანებს აცნობს ერთმანეთს, არამედ თაობებს აკავშირებს ერთმანეთთან. ისევე როგორც მის მიესკარტები. დღეს ჩვენი დამპლური პოდკასტის სტუმარი არის ნია მასწი. გამარჯობა. საყვარელი მასწი. ესე იგი, ნია მასწის შესახებ ინფორმაციას აი აქ იხილავთ, აქ ამოვარდება მისი ლინკი, გადადით გვერდზე და ფოლოვეთ და ლაიქეთ, გაყევით, ძალიან კარგი მასწავლებელი არის და მე მგონია რომ როცა ნახავთ მე შტაბეჭლება მქონდა და განცდა მქონდა რომ ვის სურვებდი და ვინატრებდი სკოლაში რომ ეგეთი მასწავლებელი მყოლოდა. როგორ მივესალმო მასწავლებლურად? მოგესალმებით. პატივცემულო მაყურებლებო. წარმოდგენა არა მაქვს, რაში ამოვყავი თავი, მაგრამ მოდი ერთად გავერკვიოთ. ქალბატონო ნია. მოგესალმებით. ეხლა ისევ ხედავთ რომ რაღაცა შეიძლება ინტელექტუალური გადაცემა იყოს, მაგრამ ხო, აი ეგ 20% ინტელექტუალური, 80% დამპლური. ვაუ. თქვენი თავის შესახებ რომ მოგვიყვეთ, ესე არ გთხოვთ პირადად. ამიტომ გეტყვით, გითხავთ რამდენიმე შეკითხვას და გისვამთ, რომელზე პასუხიც ადამიანებს მისცემს ჰინტებს თუ ვინ ბრძანდებით თქვენ. კარგი. რამაც ინებს გიჟივით არ ვიცი. თქვენზე რომ არსებობდეს ვიკიპედიის სტატია, რა წინადადებით დაიწყებოდა ეს სტატია? ალბათ იქნებოდა ესეთი ხაზგასმით იქნებოდა ის ფაქტი, რომ დაიბადა ბათუმში. აჭარის მარგალიტი. რამე ეგეთი იქნებოდა ალბათ. ალბათ მაგაზე იქნებოდა ხაზი გასმული, იმიტომ რომ ჩემი პიროვნების დიდი ნაწილი უკავშირდება ბათუმს და ზღვას და აი ამ ზოგადად ზღვიურ კულტურას. კი, ნამდვილად ყველანაირად და ვიდენტიფიცირდები როგორც ძირძველი ბათუმელი ყველა ძალიან დიდი შთამომავლობით. აი, რო იყო წიგნი. რა სათაური იქნებოდა? ქარწაღებულია. შინაარსობრივად არ საბრალონი. იქნებოდა ჩემი დიდი ვერსია. პირდაპირ მისული ქარწაღებული. ხო, არ ვიცი. ვაუ. ეს ისე ხუმრობით არ ვარ ქარწაღებული და არც საბრალონი, მაგრამ კამელიებით. რაღაცა ეგეთი ცოტა ან ნაზია ღამე. რაღაცა ეგეთი, ან არტისტული ყვავილები, რაღაც მან გონია, ხო. ჩემი თავი. უი, რა საინტერესო. ხო, აბა ეხა მედეა და ტრაგედია და შვილების დახოცვა და ის არ გვინდა ბერძნული. ჩემი სათაური რა იქნებოდა? ნეგეც მაინტერესებს. ქარწაღებულნი ერთი უეჭველი დიდი ღომში რომ მოყვალ. ჩვენი корпуსი ზოგადად ხან არის ფარნაოზების 19 ნომერში, ხან არის 24 ნომერში გააჩნია, საიდან ბერავს ხოლმე კარი. მართლა. მაგის მიხედვით იწლება ხოლმე. და ერთი კონკრეტული მისამართი სადაც ჩაწერილი. არის პოეტების საზოგადოება ვარ მე თვითონ. აუ, ბრავო, რა კარგი ეს როგორ მოვიფიქრე, ნაირი პედაგოგი ვარ. დავწერ ლექსებს იმას ვიზამ ჩავწერ რაღაც გავაჩერებ მე. არის პოეტები. მე აი ეგ. ხო. კარგი. Next question. აბა ძალიან მინდა ამ კითხვის დასმა. იმას აღარ გითხავ, რატომ აიჭით მასწავლებლობა? რა არის თქვენი მიზანი? ანუ მე მგონი ამაზე საუბარი არ არის საჭირო. გადადით ლინკს. ნახავთ რაც არის მისი მიზანი და რატომ უნდა აიჭიოთ ის. მაგრამ მე გითხავდი ეგეთ რაღაცას, რომ შოთა რუსთაველი ხო ვახსენეთ? შოთა რუსთაველი რომ იყო. შენ თვითონ. როგორ აღწერდი TikTok-ს? ვაი. შეგიძლია პიწყარი მოიყვანო. ხო, აი ზუსტად მაგას მაგალითად რამდენიმე სხვადასხვა ის არსებობს, ხო, ეხა ტრენდი და მაგალითად მუკბანგებს დავარქვით ჭამასმადი და შესარგი დებარა სავარგულია. ოკეი. ეს იქნებოდა ერთი TikTok მიმართულება. ხო, ასე, ხო, ტრენდები რაც ქვიათ. აი ეს ცეკვათაბაში არ ვიცი. ოკეი. რამდენად
თვითონ TikTok-ს ანუ როგორ აღვწერდი? აი რა ვიდეოს ჩაწერდი TikTok-ზე რა? როგორ ჩოთა? ვაიმე რა ვიდეოს ჩავწერდი და მოემზადეთ ჩემთან ერთად თამარ მეფესთან შესახვედრად რომ მივდივარ. და hashtag ცალკრივი სიყვარული. hashtag მისი სახელი ქვემორე მithქვამს მიქია. იგია ჩემი სიცოცხლე უწყალო ვითა ჯიქია. შედეგი შეკითხვა. იცი რა მაინტერესებს? ცოტა ისეთი კითხვა არის. რომელ ლიტერატურულ პერსონაჟს დამეჩავდი და მიწერდი რამე დეიტინგ აპლიკაციაში? ვაიმე ღმერთო, ამაზე მარტივი არაფერი არ არის, ავთანდილი. თელი მსოფლიოს ლიტერატურიდან მე ამაზე ძალიან ბევრი მიფიქრია, იმიტომ რომ ზოგადად მიყვარდება პერსონაჟები რომანტიკულადაც ბავშვობიდან ყოველთვის რაღაცას ყველას გამოუცდია ჩემი აზრით მსგავსი ემოციები, მაგრამ ყველაზე მეტად აი ეს ჩემთვის იდეალური ღირებულებების მამაკაცი ნამდვილად არის ავთანდილი. ტოპ 3-ში ფრისტყოსანი, თუ გინდათ რომ გერენი ჩანსი. საოცარ. ხო, ჩემს მოსწავლეს ვეუბნები კიდევაც რა ავთანდილი ჩემია. თქვენ შეგიძლიათ სხვა ყველა შეგიყვარდეთ. ანუ ვიღაცა გოგოს რომ მოიწონოს ავთანდილი პერსონაჟი. არსებული არის, არა, მაგაზე გვაქვს ხოლმე რამდენიმე პერსონაჟზე ეს ჭიდილი. რომელი? დიდოსტატში მაგალითად ის არის ორი ესეთი ხო ბანაკი, გიორგი პირველის ბანაკი და კონსტანტინე არსაკიძის ბანაკი და მე შევყვავს მესამე ბანაკი. იმას ვერ ხედავენ კარგად. ზვიად პასალარის ბანაკი, რომელიც არის საუკეთესო, მაგრამ ცოტას მოსწონს ძალიან. როგორც პერსონაჟი არაჩვეულებრივია მართლა. და ავთანდილი იქნება და ის ვისაც დავმეჩავდი, სოდაც გავყვებოდი და საერთოდ 12 შულსაც გავუჩენდი. როგორი ხმამაღალი განაცხადი არის? ой, ხა პასპეტის იქით რაღაცა. იცი რა მაინტერესებს კიდე? ეხლა მაინტერესებს რომელი ქალი პერსონაჟი იქნება ლიტერატურაში? ოღონდ ისეთი ქალი პერსონაჟი, რომელიც შენ მოგწონს დაუშვათ, მაგრამ რაღაცას მაგაზე უკეთესად გააკეთებდი, ვიდრე ის აკეთებს იმ ნაწარმოებში. გადავინაცვლოთ. მე ეგეთებზე ძალიან ბევრი მიფიქრია ზოგადად ეს ჩემთვის ძილისი. არა, მაგ საფიქრალ ლიტერატურულ პერსონაჟების გარდა. ნუ გადავინაცვლოთ ბერძნულ ლიტერატურაში, ანტიკურში თუ გადავალთ. კლიტემნესტრა არის ასეთი პერსონაჟი, რომელსაც თავისი ქმარი აგამემნონი მოკლა. ხო და მაგის გამო მე თვითონაც დაისაჯა და ისე მოვკლავდი. მე ის და არ მოვკლავდი. ანუ მოსაკლავი უნდა მოკვდეს. არა, თუ არ მოკლავდი, მას მითი ვერ გრძელდება. ამიტომ ლიტერატურა მითი ამას დავუწევთ რომ ლიტერატურული ნაწარმოები არის, დავივიწყოთ რეალობაში ვინ ვის მოკლავდა და ვერ მოკლავდა. მე კლიტემნესტრა თუ ვარ, უფრო ჭკვიანურად მოკლავდი. რომ მე ჩემზე ეს წყელა არ გადმოსულიყო და უბედურებები აღარ დატრიალებულიყო. ხო, ეს გლობალ სოფლიოს შეცვლიდა, გაიგე, არა მარტო ლოკალურად. ხო, ეს ქილე იამაყებდა ჩემით. ეხა მინდა რომ აი რაღაცა აი ეს ვარ. ზიხარ და ბარემ მინდა ეგეთი რაღაცა 3-4 სახე გააკეთო რა. რა? ხო. მაგალითად გაბრაზებული ნიამასწის სახე როგორი არის? ხო, ეგ ჩემმა მოსწავლეებმა იციან. წარბის აწევა არის ჩემი. გააკეთე. მოიცადე ხა წარმოვიდგინო შევიდე როლში რომ აი ახლა ხედავ აქ რომ ჩემი მოსწავლე მეუბნება რომ მესამეჯერ არ მოუტანია თემა. კი. წარბი. კი, უკმაყოფილო იგივეა? აი ნაწერი რაღაც დაგიწია და უკმაყოფილო ხარ. თვალებზე არის ძირითადი აქცენტი ეს. შეჯერობით არ ჩანს. არა, იქ ნაკლებად. ნაკლებად ანუ ხანდახან. დუმილის უფლებას ვიყენებ. და კიდე მინდოდა რომ წარმატებული მოსწავლით გახარებული ნიამასწის სახე. ეგ იშვიათია, მაგრამ აი გაღივებული ბოლომდე. არა, როგორ არა, ძალიან ბედნიერია. შენ როგორც ძალიან მეგობრობიდეს ეს მოსწავლეებთან, ძალიან აი ეგ არის ერთ-ერთი კი, ნამდვილად. ყველაზე მნიშვნელოვანი უპირველესი საგნის სწავლებამდე არის სიყვარულის დამსახურება მოსწავლებისგან და შენ ისინი გრძნობენ, როდესაც შენ ისინი გიყვარს. შესაბამისად უკან ბრუნდება ეს სიყვარულიც, ნდობა და მერე მოდის უკვე საგნის სწავლება, იმიტომ
რომ ჩემზე გაცილებით უკეთესი პროფესიონალებიც არსებობენ. დარწმუნებული ვარ მაგაში, რა თქმა უნდა, ეჭვის არ მეპარება. თუმცა აი ეს რაც მიჭირავს მე ბავშვებთან ურთიერთობა, ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე ავთენტური არის, რაც ჩემთვის დამახასიათებელია. რა თქმა უნდა, ყველასთან ძალიან ახლო კომუნიკაცია არ მაქვს, ყველა განსხვავდება, მაგრამ ვცდილობ რომ რაღაცა მათთვის ვიყო ისეთი პიროვნება, რომელთანაც მოვლენ და არა მარტო რაღაცა მეტაფორაზე და ზნაზე, არამედ რაღაცა სხვაზეც დამელაპარაკებიან. მოდი ახლა მეგობრებო ერთად გავტესტოთ. ნია აიღებს თავის ტელეფონს და ChatGPT-ს კითხავს, როგორი მასწავლებელი არის საკუთარი მოსწავლეებისთვის. შენი და ChatGPT-ს ურთიერთობიდან გამომდინარე როგორ დაგახასიათებს? თუდა და მე არ მაქვს ახლო ურთიერთობა ChatGPT-სთან. ცივი ურთიერთობიდან გამოვკვეთ. ოკეი, ჯერ ვუთხრათ რომ მასწავლებელი ვარ. ქართულად ვკითხო? ქართულად ვკითხე, ხო? კაი. კაი, წავიკითხოთ, ხო? ოკეი. ბები, ღმერთო ჩემო, არასოდეს არ დაამთავრა. კაი, რამდენიმე შენი საუბრებიდან რამდენიმე რამ ძალიან გამოიკვეთა. შენთვის მნიშვნელოვანია რომ საგანი უბრალოდ არასწავლო არამედ დაინტერესო. რაღაცა მიკითხავს, აშკარად ძალიან ძლიერი აკადემიური საფუძველი გაქვს კლასიკური ფილოლოგია, დოქტორატურა, კვლევა, კონფერენციები თარგმნა. შენ მეკითხები როგორ აუხსნა მოსწავლეს თული ტექსტები, ციტატები, ლიტერატურული იდეები. ეს მქონდა ეს აფორიზმები დავაგენერირებინე ფოტოებად და ისე მქონდა გამოკითხვა ბავშვებს და მაგასთან დაკავშირებით იცის რომ წერდი და მე ის მიგენერირე. ახალ მიდგომებსაც ნერგავს განათლება. სხვა გზა არ არის ფიზიკურად. რამდენჯერ გისაუბრე შენს მოსწავლეებზე სიტბოთი. ხო, ვიდეოსთვის კითხვებს არჩევდი. ხო, რაღაცა კითხვებს ვარჩევდი ბავშვებთან რაღაც გამოკითხვა გქონდა და მაშინ აუ მოკლედ ChatGPT გონება რომ ნიამას წერს ძალიან მაგარი მასე. ყოჩახ. ეხა პარკატიშო. შენი წაიკითხე ChatGPT-ს ძებნის ბოლო 5 ხმერთება. აბა ნახოთ რა. გილგამეშის ეპოსის პირველი რამდენს გაქვს გილგამეშის ეპოსი და გოგლული დასერჩილი იმას. ანუ გილგამეშის ეპოსის პირველი ხაზები მაინტერესებდა, იმიტომ რაღაცა შემხვდა და მაინტერესებდა ეგ თარგმანი იყო თუ არა სწორი. როგორ გავბრილდე ციცხეში მე? შემდეგი იყო ის რაღაცა თამაშობდით მე და ჩემი ბიძაშვილები და იდაშვილები, ვინ უფრო მეტად, ანუ who's most likely to და ეს კითხვები არის. არგენტინელი მწერლები მაინტერესებდა რამდენიმე, 1-2, ანუ ბორხესის გარდა არ ვიცოდი, რომელი იყო არგენტინელი და ეგ. და შრის ფანტელი. ხო, რაღაც ეგ საკოპაც ხელმოწერდება. კი, შრის ფანტელისგან როგორ გავაკეთებ ქვილი, თქო, მაგას ვეკითხებოდი. ერთი ძალიან რაღაცა მნიშვნელოვანი მენიშნა რა, რომ თამაშობდით რაღაცასო და who most likely-ს თამაშობდნენ ChatGPT-ს ეკითხებოდნენ, როცა რა ვქნათ ახლა? და ცოტა ხანში აპლიკაციაც იქნება. არ არის საჭირო. ყველაზე კარგი ეგ იქნება, იმიტომ რომ შემთხვევით აღმოჩნდი ბათუმში. ხო. და ესე ღამით ბავშვები ლაპარაკობდნენ რაღაცა ისე და აპლიკაცია თუ იქნება, ამაზე კაი არაფერი არ არის. კი, ნამდვილად და თან გექნება ყოველთვის. რამეც ახალს გეძახიან ბავშვები ან სკოლაში ან ტირანიას. ტირანია? აუ რა მაგარი. ტირანია. ხო. ნიამას მეძახიან ყველაზე ხშირად, მეტი არაფერს დიდად. ნია ერის არა? არა, ნი არის ერთადერთი, რომელსაც ეგრე. ხო. მეჩხერი გასამდა მეგობრებო. ნახოთ რა იქნება შემდეგი. ტირანია ძალიან მაგარი სახედი არის. ნამდვილად. შემდეგი შეკითხვა. ახლა უი, კი, ეგ მაინტერესებს ძალიან. ჩემთან სულ ვლაპარაკებ, ეგ მიყვარს. დაასახელე ყველაზე სასაცილო თეორია, რომელიც რომელიმე ლიტერატურულ ნაწარმოებიდან პერსონაჟზე მოგისმენია მოსწავლისგან. აი რაღაცა თეორია განუვითარებიათ, რომ მათი აზრით ეს ამ შეება მოსწავლისგან არ იყოს, ისე მოგისმენია ვიღაცისგან. ისე მომისმენია რა თქმა უნდა ვიღაცისგან. ლეკვილომის ასტორი იყო ფოდიას სტილში. კი, ხო, ტარიელსაცვიანისტანი, ჩემი საყვარელია. ტარიელსაცვიანისტანი, ტარიელის სახელი ტირილი ტრ. ჩემი სიყვარული არის ეგ. ტრ. კი, და ნუ ეს ლეკვილომის სწორი არ არის და რატო იცი? მაგის განვითარება არ იცი? ანუ ლეკვილომის სწორი არ არის, იმიტომ რომ ლომის არის ბოკვერი. ეს არის ტოპ. აი, ექალები არიან ჩემს გულში. შენი მასწავლებლების შესახებ სტერეოტიპები რაც არსებობს შენს თავზე, აი რომელ სტერეოტიპს გქონდა ყველაზე მეტად რა საზოგადოებიდან? სამენ სტილში. ხო.
რაღაცები, რაც სტერეოტიპი, რაღაცა მასწავლური ქცევები რაც არის, მეც მაქვს. გაგიკვირდებათ და კი, აი მაგალითად პირველ მერხზე როზის ბავშვი და რომ მიდიხარ ოხსნი რაღაცა და ხარზე რო ხელსადებ, ან თავზე რო ხელსადებ იმ ბავშვს და ისე უყურებ კლასს ეგეთის. ხრევზე მოხურულსაც დამიწერია. ამე ენერგეტიკა არის ამ დროს. არა, უბრალოდ ინსტინქტურად აკეთებ. თვალების გუგები თეთრდება და სხვანაირად უყურებ ბავშვს. ძირითადად ხა პირველ მერხზე სვამენ ხოლმე ცოტა ესეთ მოძრავ ბავშვებს. რო არის მოძრავ ბევრი. და აი იმ როდესაც ახსნისას არ გინდა რომ ვერბალურად უთხრა რომ ცოტა მოისვენე, აი მიდიხარ და ხელს ადებ. და ის ნუ შეშდება რა. როგორი ბოსი რაღაც არის. ხო, მან მაგას იშვიათად. სტერეოტიპები რაც არის ახლა მასწავლებლზე, არ ვიცი გულწრფელად რო გითხრა. აი ტუალეტში დადიხართ. ხო, ნუ თავიდანვე რაღაც ისეთი ვიყავი რომ დიდად ეგ სტერეოტიპებს პირიქით არის რომ არ ვარ ისეთი როგორიც არის სტერეოტიპული მასწავლებელი, ეგ უფრო მეტად არის. ეხლა გამიჩნდა ერთი მაგარი კითხვა. აბა. სულ მაინტერესებდა ეს რა, იმიტომ რომ მე რო რაღაცებს შემიჩნდა, ანუ მე ყოველთვის შემიჩნდები რაღაც გარემო სიტუაციებში როცა ყოფილი, როცა ბავშვი რაღაცას იწერს, ან რაღაცას ხიმანდროს და აი სულ მაინტერესებდა ეგ რომ დავიჯერო ეხლა 20 ბავშვიდან 5-იც კი, ან 2-იც კი რომ იწერს რაღაცას, ან რაღაცასაფერისტობს, ანუ წესით მასწავლებელი ამას ხედავს. ანუ ეგ მინდოდა მეკითხა რა. ანუ რეალურად ამას ხედავთ ხოლმე და უბრალოდ არ იმჩნევთ ხოლმე მომენტებში, ხო? ხო, ხედავ ხოლმე. გააჩნია რა სიტუაცია არის. მე მაქვს ასეთი მიდგომა. თუ იმ ბავშვმა წიგნში იცის სად იპოვოს პასუხი. ოკეი. დაიპოვოს. ოკეი, ეგეც მაგარია, ხო? ხო, იმიტომ რომ ის ფაქტი რომ უკვე იცის სად ნახოს პასუხი. კაია. ესე იგი წაკითხულია, უბრალოდ რაღაცა დეტალი შეიძლება არ ახსოვდეს. და ეხლა ტელეფონი არ არსებობს ზოგადად. ტელეფონი და დივაისი გამოსაცეთ შეერთად არ არსებობს არანაირი და ამიტომაც ერთადერთი ეგ არის რომ თუ მაინც მე იდეაში რო ვერ ხედავთ ეგ სტერეოტიპია, ანუ ხედავთ ყველაფერს, ხედავთ. კი, მე ახლა გამომპარვია რა თქმა უნდა, თავისთავად და მე მივხვდარ ვარ და ყოველ შემთხვევაში თუ იქ ვერ ხედავ, მე ხვდები რომ გადაწერილი არ არსებულია და სინდისი და ნამუსი უნდა იქონიონ მოსწავლეებმა და 6-ოსანმა 10-ოსანი ვიდა უნდა დაწეროს. ცოტა მომატყუე. ანუ ისე მომატყუე რომ დავიჯერო. ეს არის რა. სალამი ჩემს 10-ოსა კლასს, მადლობა რომ მე 10-ოსანი ვიყო. ვრიგლის კევზე დამიწერია. რაზე? ვრიგლის კევები რო იყო, მაგაზე დამიწერია შპარგალკა და გამიხსნის ლურჯიკები დაუგეჭე და იცი რა მინდა ძალიან წავედით ამ ფილოლოგიურ ამბებზე რა, ანუ აი ძალიან გადავედი და ცოტა ხანი რომ დავისვენოთ არ შეიძლება? რა თქმა უნდა. ქონია შემთხვევა როცა ნათესავები ვიღაცას კირიგებ. იგი ხორდობს უცებ არსაი. რა თქმა უნდა. ლუის, მოკაევი და? ნუ ძალიან რო გადაეწურად იმედი ჩემი და ოჯახების. განსაკუთრებით ბებია ბაბუას. ერთხელ ჩავედი ოჯახში. ეს ბეჭედი არ გეკონოთ. just ბეჭედი. ვერცხლით არ დავინიშნები იმედი მაქვს. და ლატუნით. ხო, ნუ ერთხელ სოფელში ჩავედი და ბებია ჩემმა მითხრა, რომ მოკეთო აქ სტუმრად ვიღაცას ამიზობოთა მოვიდა ერთი ბიჭიო, შენზე ოდნავ უფრო, ცოტა ოდნავ უფროსიო, ისეთიო, ბიზნესმენიო, საქმიანიო და რაღაცაო და გამოუტანია ბებია ჩემს ეს ჩემი სურათი თუ Facebook-იდან უნახები, არ ვიცი ხა დეტალები, ესეთ შვილი მყავსო. ოღონდო და ასწავლო, ისე არ გამოყვებასო და ანუ გადაწყვიტა ბებია ჩემი, მე კის ვამბობ, ცოლად მიყვები და უკვე მოლაპარაკებაზე წავიდა რა. ხო, აი რომ ეს ასწავლო უნდა არ უნდა შემიშალოს ხელი აკადემიურ განვითარებაში. Okay. Fair. ხო. და ნუ ბაბუა ჩემმაც იქ 1-2 სიტყვა დამაწია, რომ კაი ბიჭი კი იყო, ისე ბაბუაო და მაშინ უარი ვთქვი და ახლა კი მაინტერესებს ვინ არის. ანუ არ თიცი ვინ. მაშინ გავიგიგე თავი. 24 ვიყავი. გამეჩი ეს როგორ შეიძლება და ახლა მე არ მაქვს პრობლემა. ოკეი, გამოჩდი, მონიშნეთ ბიზნესმენო. ინებეთ. ხო, რომელი ტრადიციული მკითხაობისთვის მიმართავს საბედო სანახავად და ბავშვობაში იყო ის ბეჭდის ის რო იყო. ხო იცი რამდენი წლის გათხოვდებიო თუ რაღაცა ეგ. გაზონდა გეხვია. ხო, წყალში და მან დავმივიდა 16 და რა ვიცი არ ახდა.
მართლა? მაშინ მეგონა რომ არა. Double check არ გაკეთებია? არა. ოკეი. არა, რაღაცა მარილიანი გათხოვილი იყო და არც იცის, უბრალოდ გაურიგეს მე არ შედგა და უბრალოდ ხო, შეიძლება იქ ხატამდე არ მივიდა. ზურგს უკან გამათხოვეს. ჩვენი სხვა იყავი, ეგ ამბავი რო ხდებოდა. არა, ცოტა დიდი ვიყავი უკვე. ჩემს მერე დაიწყეს ეგ უკვე 23 წლის მერე ჩამომწერეს. აჰა. ეხა მე შე რაღაც არა, მაგას არ გაკეთებდი, კაი, ცოტა ახარ. ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი კომპლიმენტი გაიხსენე, რაც შენთვის უთქვამს. უთქვამთ ნებისმიერ სამსახურში. ხო, საერთოდ არ გეტყობა რომ ჭკვიანი ხარ. აუ, რა მაგარია. რას ნიშნავს რომ გეტყობა, გეტყობა? ხო, აი როგორ იცი რომ ისე გამოიყურები რომ ვერ იფიქრებ რომ ამდენად ჭკვიანი ხარ. ხო, ზარიანა. ეს იყო ყველაზე კარგი და ცუდი ერთდროულად რომ მადლობა რომ ჭკვიანი ვარ, მაგრამ ანუ რა ვქნა, ანუ ჩამოსვა. უი, რა საინტერესო ის არის. და ის არის კიდე რა ლამაზი ხარ დღეს. რატომ ეს დროის გარემოება? ვიღე შეიძლება მითხრას, მითხარი რა ლამაზი ხარ დღეს, ანუ გუშინ არაფერ დავარგოდი. და დღეს ვარ და რა ლამაზად გამოიყურები just ისე. არა, ეს რა თქმა უნდა, ნუ კიდე არის ძალიან ისეთი ხო, ნუ როგორ დაიკელი გიხდება და ესეთი რაღაცა, მეტი არ გინდა. ანუ ყველან, ანუ მოიმატებ მეტი არ გინდა, დაიკრებ მეტი არ გინდა. ეს ჩემი საყვარელი, ეს ქალური ამბავია. წონაკლების ექსპერტები საქართველოს მასშტაბით. არავინ არ ყავს კიდე. ეს შენ თვითონ გაგიკეთებია ისეთი რაღაც ცხოვრებაში, რის გამოც სხვები კრიტიკები აადრიან, სხვებს აკრიტიკებდი და მე შენს გააკეთე რაღაც შეიგივე. მაგალითად. ნუ აი ერთ-ერთს ვიტყვი რა მაგალითად გამიკრიტიკებია გოგოები იმის გამო რომ რაღაცა ძალიან ჩაკარგულან შეყვარებულთან ერთად რო ყოფილა და რაღაცები და მეც მქონია რაღაც პერიოდი ეგეთი რომ ცოტა გაწეული ვიყავი ჩემი სამეგობროდან და ეს რაღაცა პირად ურთიერთობაში ვიყავ ჩაფლული მაგრამ მალევე მოვიგე გონს ძალიან კაი სამშელოვანი არის ბიჭასაც ემართებათ ხოლმე ეგრე Next. მოყევით ყველაზე ცუდი ჭორი, რაც საკუთარ თავზე გაგიგიათ. ჩანდაბა. ხო, ნუ ყველაზე ხშირად და ყველაზე ცუდი, რაც ჩემზე ჭორი გამიგია, არის ის, რომ ძალიან ბევრ ჩემს თანამშრომელთან რაღაცა ტიპის რომანტიკული ურთიერთობა სხვა სამუშაო ადგილებში იგულისხმებოდა, მაგრამ არასოდეს არ ყოფილა ეს სიმართლე. უბრალოდ გაუღიმებდა და ინახავენ რომ გაუღიმებ. არა, მეგობრობდი და იქ რაღაცა ისევე ახლოს მეგობრობ და უახლოესი მეგობრები ვართ 1-2, რომელსაც ასევე ცოლიანი, ნუ მოკლედ რა, ესეთი რაღაცები. ყველაზე ცუდი და მასწავლებლები ხო. ოკეი. ხო, აბა მოსწავლეები, ეხლა მოსწავლეები ხარაზე ჭორობენ ხარაზე, მაგათიდაც. ყველაზე მეტად ქალებთან დაკავშირებული რომელი სტერეოტიპი გაღიზიანებს აი? ის რა კუხნაში უნდა იყოს. ეს სტერეოტიპი ძალიან მაგიზიანებს. ასევე რაღაც სერიოზულ ცხოვრებისეულ საკითხებზე რომ წარმოდგენა არ უნდა გქონდეს. შენ რა იცი და კაცი ოჯახში არ ყავს არავინ, ანუ რო გაუღებ ვიღას მამაკაცს რო იკითხე. ურთიერთობის საკითხი რაღაც ცხოვრების. ხო, აი ცხოვრებისეული საკითხი და უეჭველი რო კაცმა უნდა გადაწყვიტოს, უბრალოდ დასრული ადამიანი ვარ. და გზაში ლაპარაკობდით ხო მაგაზე რომ ქალების გარეშე ესამყარო. ქალების გარეშე ესამყარო არც იქნებოდა და შემდეგ. აღარ ვიცი. ეს გარეშე იქნებოდა. მომენტა. რა ვიცი. მე მგონია რომ მეცნიერები თქვენი პრობლემის გადაწყვეტა უფრო მარტივი იქნება ვიდრე ჩვენი პრობლემის. ჩვენი არარსებობის ანაზღაურება უფრო რთული იქნება. დაწერეთ თუ ეთახმებით. არავინ გამწიწკნოს კომენტარებში ძალიან გთხოვთ. ძვირიანი თმამა. ლაკი ისვია ძვირი. აი ძალიან ძვირი ბიჭდება თვის მოვლა გთხოვთ. იაფი. აი აქამდე გაიაფეთ მის მოვლა მარტივ. წასულხარ თუ არა პაემაზე მარტო იმიტომ რომ გეჭამა. კი როგორ არა პატარა ცოტა ისეთ პერიოდში. შაურმაზე. ანუ უფრო აი დაბლ დეითებზე რა. დაბლ დეით. ანუ აი ჩემი და ქალი რო ვიღაცას მოწოდა, იმას რომ თავის მაგაცი მოყავდა და მე კონკრეტულად იმის გამო მივდიოდი, რომ ის მაგაცი არ მეინტერესებს. თუ მეწონებოდა, არ მეწონებოდა, თუ არა და ჭამდი მაინც. ან მაგას და გოგოებს თვალით გამოვყევის ვერ ვიგებ. მან რას ლაპარაკობ? ეგ არის მთელი ურთიერთობის ქვაკუთხედი გოგონების. მართლა, იქ ჩანთა უნდა დაგიჭიროს იქ რაღაცა მაკიაჟი იმას შეიძლება ჰაილაითერი აქვს შენ კუჩის ფანქარი იმას სული მე იქ ვიღაცა გასაჭორი ყავს და ტუალეტში მარტივად ჭორავ და ესე რა ძალიან ბევრი რაღაც
დეტალია მათ დანარჩენებს არ გეტყვით. დავტოვებ საიტზე. ბოლო ორს არ ვასახელებ. დანარჩენი უკვე hardcore მოვა. ახლანია დარეკავს. მოსწავლესთან? არა. მოდი დავერეკოთ, ავირჩიოთ რომელიმე კაფე რესტორანი ან კაფე ბარი და ნია დაჯავშნის ორ ადამიანზე მაგიდას, ოღონ დაჯავშნის ანდაზებით, აფორიზმებით და ამონარიდებით ლექსებიდან, მოთხრობებიდან, მსოფლიო ლიტერატურიდან. კარგი. უნდა მოვიფიქრო ერთი წამით, 1-3-4 აფორიზმი. კალამი ფურცელი, თო შეგიძლია ჩუმად იფიქრო. ვიდრე აქვს ივარდნიას ველოდებით, არ დაგავწყოთ მეგობრებო, თქვენი რისი პარტნიორი იყოს მის მიერ? თქვენი შეკრებების მთავარი პარტნიორი. ბრავო. მე მგონი ხალხო ნია ისეთ რაღაცას ამდადებს, რომ ერთიან ვაუჩერს მისცემენ. არა, არაფერი ძალიან მარტივი ფრაზებით შემოვიფარგლე. მიკროფონთან ახლო. მოგესალმებათ რესტორანი. გაცნობთ, რომ მომსახურების გაუმჯობესების იწერება. ჩვენ ვუწევთ, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. გთხოვთ დაელოდოთ. ჩვენ მალე გიპასუხებთ. რას მოგეთებინებ? გამარჯობა რესტორანო შენი. მაგიდის დაჯავშნა მინდა ორ ადამიანზე. დღეს არის ადგილი, აი ჭამასმა დიდად შესარგი რომ მოვაწყოთ მე და ჩემმა შეყვარებულმა. და რომ მოვაწყოთ ბოდიში? ჭამასმა დიდად შესარგი. შეგვიძლია ვიღოთ თქვენ ჯავშანი ამ ნომერს და WhatsApp-ზე მოგწერეთ თქვენი სახელი და გვარი, წევრების რაოდენობა და მოსვლის დრო. ანუ კითხვები რომ აქვს რაღაცებთან დაკავშირებით მენიუსთან? იმედი ეს ვარიანტი, მაგრამ დაღაშენ მენიუს თავად შესაძლებლად. როგორ ვერ გავიგე? მინიმალური დანახაჭი თუმცა უნდა შეადგენდეს 100-ს და ხახაში ადგილზე ეშოთ მენიუს. აჰა, გასე, ანუ მე ვირჩევ? კი ბატონო. აჰა, და თქვენ ვერ შეგეკითხებით? მაგალითად კითხე 100 საქმე გულისა, რა გინდა გივაზიროს? აუ რა არის, რანაირი არის? კარგი, 1-4 მქონდა როგორი მოფიქრებული. აბა რა მუსიკას შემოყავთ? მოგესალმებით, გაცნობთ რომ მომსახურების გაუმჯობესების მიერ ჩვენი საუბარი წერება. ამჟამად ყველა ოპერატორი დაკავებულია. აბა ნახოთ ახლა რა მუსიკა აქვს ამათ. კუდოკი. ყველა ოპერატორი ისამოვი თო ერთი არ ყავს ხოლოს. ყველა მთელი ერთი. ანუ ადამიანი ტუალეტში გავიდა და დააჭირა, დაკავებული ვარ. ჩვენი ოპერატორი მთლიანად დაკავებულია. არიღებ. მართლა დაკავებულები ყოფნა ყველა. რა ვქნა? შემდეგი, რომელი რესტორანია შემდეგ? მოგესალმებით. For English, press 1. No, thank you. ბოზბაში და რა თქმა უნდა. ბოზბაში როგორც თქვენ როგორი დადიმა ტელეფონი. უკეთავენ. ხო, შემოყვეთავ ბოზბას და შეხერცვას. და ვკითხავ რომელი ჯობია თქვენი აზრით. მე შეხერცვა მიყვარს. მე ბოზბაში 혹시 მიჭამია, არ მიჭამია? სოლებელია სულთი. გამარჯობა რესტორანო შენი. მაგიდის დაჯავშნა მინდა. მოდი, თვითონ დუმარდა. ორნი ვიქნებით და იქნება სმაჭამა დიდად შესარგი. ეს დარბაზის მეორე სართული შემიძლია შემოგთავაზოთ შიდა აივანი. ანუ თავისუფალი მაგიდები გაქვთ? არა, ეს მაგიდა არის დარჩენილი. ყოფნა არ ყოფნა, ხო იცით? საკითხავი აი ეგ არის. და მენიუს სად ვიხილავ? გიდევთ ონლაინ? ჭიზე შეგიძლია ჩემთან და ყველა მენიუ. ჩიხირთმა გააქვთ? კი, ჩიხირთმა. გემრიელია, როგორ ფიქრობთ თქვენ?
აი მაინც ხო იცით კითხე ასახმენ გულისა, მაგრამ თქვენი აზრიც მაინტერესებს. გასინჯული არ მაქვს, მაგრამ საკმაოდ კარგი სამზარეულოა. აჰა, და რა გაქვთ გასინჯული? ეს თქვენ რას მირჩევთ აი პაემანზე რომ მივირთვა? ვიგეთქვით საკუთარ. კარგი, მაშინ იყოს ერთი მაგი და უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ ამ სივრცეში ხინკალი არ არის მენიუში. სამწუხაროა, მაგრამ თუ ჭირს არ დათმობ, ხინი რა დასათმობია. კარგი. მაშინ არა უშავს, ხო გითხარით? ალო? ჭირი და დასათმობია. გამარჯობა. დიახ. კი, ის იყო, იცით რა იყო, დავალება იყო შეასრულებელი ერთ-ერთ თამაში და მაგით დაეკა. ბოლოს ვეღარ იმოსქვა, შეიკავა თავი. გუდის გიხდი. არა. კარგი. რა უხერხულია. პედაგოგს რევს მაკეთებინებ. როგორ გავართვი თავი? ძალიან მაგრა. მოგწონთ, კარგი იყო? ბრავო. მაგარი ხარ. ჩაარტყა. თავი